მოგესალმებით სამსახურიდან. ალბათ ხმაზე მეტყობა ცხელა და თან დაღლილია უკვე. დიდი 11-დან ვარ, ახლა 4 საათია. მოკლედ აფსი ვარ, ახლა სიგარეტი ვამოწიო, დავისვენო და შევიდგე საქმეებს. ნავიცი, ამინდი ისეთია რა, თითქმის უღრუბლოცა. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. თმები ასე რომ არ ავიწიო. არ ვიცი, მოვიხარშები მეგობრებო. ძალიან ცხელი ამინდებია. სასომე ხოწება სადმე მთაში წავიდეთ. არ ვიცი, ერთი კვირიანი თუ გამოგვივა რამე, მაგრამ 1-2 დღით აი ეს ექსკურსიები როა. ესეთი რაღაცა შეიძლება კიდე გავაკეთოთ. გამოგვივიდეს. ერთ ჩემ ნაცნობს აქვს კოტეჯი ბაკურიანში. აკირავებს მთლიან კოტეჯს. არ ვერსვევი, მაგრამ 10 დღით არის მინიმალური. ჩვენ 10 დღე არ გვინდა, ერთი კვირა რა მაქსიმუმ. 10 დღეც კაი იქნებოდა. მაგრამ ცოტა ისეთი ის არის, რო გადაიხდი კოტეჯის ფულს, ყვება. ჭირდება ახლოს არ არის, რაც უნდა წაიღო ყველაფერი, მოკლედ. ცოტა ისეთი რაღაცა რა, მანქანა უნდა გყავდეს. მოკლედ ჩვენ უფრო ალბათ გვაწყობს ისეთი რაღაცა სასტუმროსავით იყოს, ანუ სადაც იქვე მომსახურება, კვებაც შედიოდეს რაც ეგეც. ან როგორც ქობულეთში, მე თვითონ ყიდულობ პროდუქტებს დავამზადებ. და სხვა ასე ვთქვათ, გასართობი თქეთურას ეს ასე უფრო დავაცა ცალკე ხო. ლეთასე 4 წელია, მართლა წელს მაინც გავეტიოთ და გავიდეთ ქალაქ გარეთ. ესეთი ამბები. 12 წუთია. და ახლა მივდივარ სახლში. მოვედი მეგობრებო, მოვჩანჩალდი სახლში. შეშუპებული. დღის ბოლოს ვარ ხოლმე რაღაცნაირად გაფუმფულებული. მართლა, ხუმრობის გარეშე დაკვირვებული ვარ. დილას რომ ვიღვიწებ, დამშვიდებული სახე მაქვს. მოკლედ ახლა მე მგონი ფეხებიც ჩაბუდგუნებული. იმიტომ რომ ფეხზე ვდგევარ ძირითადად რა, მოკლედ. ხო, რაზე მინდა დაგელაპარაკოთ. მოკლედ გუშინ წინ დობი და გაფი ჩხუბობდნენ. როდის არ ჩხუბობენ, სულ ჩხუბობენ რა. და ვიფიქრე, ხა გავაშველებთ ხო რა. ხო, იცით, გამშველებელს რაც ემართება ხო და მოკლედ მეცადობი გაბრაზებული იყო გაფიზე და ჩემი ფეხი აღმოჩნდა ახლომახლოს.
მოკლედ კარგად ჩამკბიჩა რა ფეხის თითზე. ახლა იქიდან გამომდინარე რომ ახლა რდობის ადრეც უკბენია კი და 1 წლის უკან დაახლოებით კბილი იყო რა ჩასობილი სისხლიც ამომივიდა მაგრამ ახლა ისეთი ის არ ყოფილა ახლა რატომღაც მაინც მეთქი ახლა დროც გავიდა მართალია სახლიდან არ გადის მაგრამ აცილი არ არის ხო და მეთქი წავალ იქით და მე და სოსო წავედით აქ ელსიკორში მივედით და მან მითხრეს რომ აქო თქვენ და წახვიდეთო აქო არ არისო რა მოკლედ ეს განყოფილება და თქვენ და წახვიდეთო ქირურგიის ეროვნულ ცენტრში მოკლედ წავედით იქ თავისთავად ახლა რომ მივედი იქ ნახე ყველაფერი და ახლა უნდა გამერკვია რა დაждდება ეს ყველაფერი რა ხო და პირადობა რომ უკან ნახე მოკლედ აღმოჩნდა რომ დაზღვევა გააქტიურებული მაქვს ამ ახალი სამსახურის გამიხარდა ძალიან იმიტომ რომ მომიწევდა რა რაღაც დამატება მოკლედ რაღაცა თანხის ხო და 250 ლარი თუ რაღაცა დაждდა რა გამიკეთის რა მოკლედ აცრები ხვალ მივდივართ მე და სოსო კიდე თქვენც წაგიყვანთ კლინიკაში გუშინ წინ მეგონა თავი ამერიკულ ფილმში რა ეს ფილმებში რა ხო იცით რაღაც ეს ჰოსპიტალები და კლინიკები როა და მოკლედ კარგად არის რა გაკეთებული ადრეც ვიყავი მაშინ ვიყავი სოსოსთვის ანალიზებს ვაკეთებდი აი ეს რო გამერკვია სიმსუქნის და ვიტამინის ნაკლებობა და რაღაც მოკლედ მაგისტრის ვიყავი ხოდა მოკლედ ესეთი ამბები ერთი აგერ მეორე აგერ და ორი კიდე ქვემოთ კუნთებში კაი დიდი დოზები გამიკეთა მაინც ვიზღვევთ თავს ხო შეიძლება სულ არაფერი რატომღაც გონია რომ ახლა არაფერი არ ჭირს შემკატას ჩვენ ვიღათ მიირთმევს წყალსაც კარგად სვავს მოკლედ კარგად არის ნებივრობს მაგრამ მაინც ხო იცით სიფრთხილეს თავი არ ტკივაო ხო ახლა თავარი თემა რაზეც მინდა ვილაპარაკო ეს არის მონური აზროვნება ჩვენ ქვეყანაში არ ვიცი ახლა სხვა ქვეყნებზე თავს ვერ დავდებ მაგრამ ჩვენ ქვეყანაში რომ ძალიან ბევრს აქვს ეს მონური აზროვნება მე მგონი ბევრი დამეთანხმებით იმიტომ რომ ასე მიგვაჩვიეს რა მოკლედ მიგვაჩვიეს ოჯახებშიც სოფელში ქალაქში არ აქვს მნიშვნელობა მონური ასე ვთქვათ დამოკიდებულება კი არა ზოგადად რა მონური ცხოვრება რა და რაში მდგომარეობს ანუ საერთოდ აი ჩვენი ხალხი არ არის მიჩვეული თუნდაც სამართლის ანუ კანონების გამოყენებას ახლა ამერიკაში მაგალითად ხო ის კი არა მე მგონი ზოგიერთი სპეციალურადაა ჩასახებული რომ ოღონდ რაღაცაზე ფული იშოვონ რა ვიღაცას უჩივლონ კომპანიას თქვათ რაღაცა უჩივლონ და რაღაცა კომპენსაციები და რაღაცა არის ესეთი ალბათ გექნებათ გაგონილი ზოგი რომ მართლა სპეციალურად ეძებს რა აი შარს ეძებს რა ხო და გამართულია თავისთავად ყველაფერი ახლა პროფკავშირებიო ისაო და მთელი ამბები და სისტემაც ისე აწყობილი რომ მუშაობს რა ეს ახლა უჩივლებენ და რაღაცა არგუმენტირებულად თავისთავად ღებულობენ თავისას ახლა მე არ ვიძახი თაღლითებზე მე ვიძახი რეალურად როცა ადამიანის უფლება ირღვევა ხო სადღაცას ხო და ჩვენთან რა ხდება ჩვენთან რო წარმოიდგენს ადამიანი რომ აი
რამდენი დრო დაჭირდება იმას, რომ აი ვთქვათ, იქ წავიდეს, მოვიდეს, იქ რაღაცა დაწეროს, მოწეროს, მოკლედ მთელი ამბები და ну ზოგი ამ მიზეზით ეგუება რაღაცას, ზოგი მიზეზით რომ უბრალოდ შეჩვეულია და ამაზე მაქვს საუბარი რა, ეს მონური აზროვნება, რომ შენი უფლებები უნდა იცოდე. ახლა ვიღაცამ დამიწერა მარიამო თუ რაღაცა ეწერა ესეთი ნიკით იყო და დამიწერა რომ შენო არაფერი არ მოგწონსო. თქვენ მოგწონთ? ყველაფერი მოგწონთ? ყველაფერი, ანუ ყველა სამსახური იდეალურია და ეს ახლა არიან ადამიანებიც, მაგალითად ახლა მე სადაც ვმუშაობ, არიან ახლა თანამშრომლები, რომლებიც აი ვატყობ, რომ ეზარებათ, ან ვთქვათ, უფრო იოლად უნდათ რომ გამოვიდნენ მდგომარეობიდან და მოკლედ რა, ხალტურას რო ვეძახით, ხო, აი ხალტურას. ხო და ეს როგორი მომენტია, იცით, ახლა ანუ იმის თქმა მინდა, რომ ადამიანიც არსებობს ისეთი რა, ანუ რომ მოსთხოვ მე პასუხს, ხო? ანუ იდეალური თქო, როგორც სამსახური არ არსებობს, ადამიანიც არ არსებობს, ხო? მაგრამ იმ შემთხვევაში, როცა შენ ტყავიდან ძვრები და ყველაფერს აკეთებ, ხო? აქ უკვე ზედმეტია სხვა რამეზე საუბარი. ახლა არ დავწვრილდები და არ ვიტყვი რაზეა საერთოდ ზოგადად საუბარი. თუ ვინმეს გაინტერესებთ, შემიძლია პირადში მოგწეროთ, მომწერეთ Facebook-ზე და გეტყვით რაზე ვიყავი უკმაყოფილო, მაგრამ ასე საჯაროდ არა, რა თქმა უნდა, არ ვიტყვი, ხო? ხო და თან ადამიანმა არ იცის მიზეზი, რა ხდება და უკვე დასკვნა გამოაქვს, რომ არაფერი არ მოგწონს. შეკაი ადამიანო, დაფიქრდი ცოტა, იქნებ რა ხდება, იქნებ ადამიანის უფლება ირღვევა და ანუ აი იმიტომ ვთქვი, რომ მონური აზროვნება, იმიტომ რომ ზოგადად ადამიანებს ახასიათებთ ის, რომ აი რატომღაც თვლიან აი მაგალითად ქალები. რომ აი ეს ანუ 10 სუფრა უნდა გაშალო, მოემსახურო ყველას, მძიმეები აწიო, მეშოკები ათრიო, მოკლედ, ახლა შეიძლება ერთია, შეძლებით ბევრ შეუძლია, ზოგს არც შეუძლია, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ქალის შესაფერისია ეს ყველაფერი, ხო არა? მერე იქ პრობლემები ექნება ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, იქ გავრცელებულია საშვილოსნოს პრობლემები და ზუსტად მაქედან მოდის ეს ყველაფერი, რომ აი ესე თავს არ ზოგავენ. მეც მათ შორის ასეთი გიჟი ვარ რა, ესე იქ ორნაბიჯი მძიმეებს ვეკაჩებოდი, გეგონება შტანგისტი ვიყავი, ან კიდე რა ვიცი, მე მოკლედ, მაგრამ მე ჭკვიანმა ხალხმა მითხრეს, რომ არა, არ შეიძლება. ესე მოკლედ ამიხსნეს და მე მივხვდი, რომ მეთქი რა ძალამადგე მართლა. აი ზუსტად ეს მონური დამოკიდებულება. რომ მე ვთვლიდი, რომ ნუ ახლა მუშაობ, რა ხან მიხდიან, მეც არ მიხდიდნენ რა მილიონებს რა, რომ ჩემი ჯანმრთელობის ფასად დამიჯდეს, ხო? ანუ ხო ხვდებით რას ვამბობ. ხო და ახლა როცა სხვა გზა არ არის და მუშაობ ესეთ სამსახურში, ხო, თქვათ რაღაცა ну ხო, მაშინ უნდა წამოხვიდე თუ არ ხარ თანახმა, რომ მძიმეები ეწიო. ხო. ну ხო და იმიტომაც მუშაობ ახლა იქ სადაც მუშაობ, აქ თავი სხვა სპეციფიკაა, სხვა სირთულეა. მაგრამ მოკლედ იმ სამსახურებთან შედარებით ვერ შევადრი, მართლა ვერ შევადრი. უბრალოდ არის რაღაცა მონაკვეთი, რაღაცა დროის, რომ აი მართლა საშინლად შეიძლება დაიღალო, მაგრამ ზოგადად, ესეა რა, მოკლედ ესეთი სპეციფიური სამსახურია.
ხო, ნუ ახლა თქვი, მე კომენტარში დავწერე რა პოზიციაც მიჭირავს, სტიუარტი ნიშნავს, ანუ დილას რომ მივდივარ, მოვალაგებ ყველაფერი რაც არის და მე უკვე ასე ვთქვათ ჭურჭელს ვეცხავ. თეთრ ჭურჭელს ეძახიან, მოკლედ შავ ჭურჭელს ეძახიან, ტაფა, ქვაბის და იმას სხვა ასრულებს მაგ მოვალეობას. და თეთრ ჭურჭელზე ორი ადამიანი ვართ, იდეაში ორი უნდა ვიყოთ, მაგრამ მე ამ ბოლო ხანებში მიწევს მარტო მუშაობა. და შტატში როგორც ასეთი, ანუ ორი ადამიანი იგულისხმება და მე ვარ მარტო. ახლა ლოგიკურად როგორ ფიქრობთ, ახლა როცა დატვირთვა ორმაგი გაქვს, ანუ რა კი ორი მუშაობს, შესაბამისად ორის ანაზღაურება ხო ეკუთვნის ლოგიკურად რომ მუშაობს, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ არის. ხო, და ნუ ერთი სიტყვით ესეთი ხო, ახლა მე ვერ ვიტყვი, ახლა მონურად შრომობ თქო და რაცა. მე ვიცი, სად როდის გავჩერდე, ამოვისუნთქო, ცოტა ჰაერზე გავიდე, გამოვიდე, ანუ თავს ვფრთხილდები რა თქმა უნდა, იმიტომ რომ პრიორიტეტი არის ჯერ პირველ რიგში შენ ხარ ადამიანი. ის არ არის, რომ ახლა ადრეც ვთქვი, რომ სამსახური ანუ სამსახურისთვის არ მუშაობ ანაზღაურებისთვის, შენი ცხოვრებისთვის, ხო, ზოგადად ესეა. ნუ ესე უნდა იყოს, მაგრამ სამწუხაროდ სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანაში ძალიან ბევრ ადამიანს ვაკვირდები და მართლა სამსახურისთვის მუშაობს რა და თვითონაც ვერ ხვდებიან, რომ სამსახურისთვის მუშაობენ. თუნდაც ის რომ აღელვებთ სხვა ადამიანის აზრი, ეს უკვე ერთ-ერთი სინდრომია, რომ მონურად აზროვნებ ადამიანი, იმიტომ რომ როცა შენ პრიორიტეტში საკუთარი თავი არ გიყენია და შენ იმას ფიქრობ, რომ აი ის რას იფიქრებს, ის რას იტყვის, ის რას ასეთი მითი, ანუ შენ თავს განზე აყენებ და სხვის აზრს უფრო სხვისი აზრი წინა პლანზე გამოგყავს რა მოკლედ. მე არ მინდა ვთქვა ახლა რომ ისეთი უნდა იყოს თავზე ხელაღებული, ახლა სხვანაირად არ გამიგოთ. ახლა გონიერი ადამიანი მიხვდება რასაც ვლაპარაკობ. ნუ ახლა ბოდიში ცოტა ისე ვამბობ, მაგრამ ესეა ფაქტია. და ზოგადად მოკლედ ძალიან ძნელია ქართულ პლატფორმაზე, იმიტომ რომ ჩვენი ხალხი, ნუ ყველაზე არ მაქვს საუბარი, მე დარწმუნებული ვარ, რომ მე ბევრი ძალიან ჭკვიანი, განათლებული და ძალიან ისეთი კულტურული ხალხი მიყურებს და მიხარია, მაგრამ ასევე არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ფილმი როა, ხო იცით, ჭამა და ქართული ფილმი როა. ნუ აი დაახლოებით ეს კატეგორიაა, რომ მეტი აზრი არ აქვთ ცხოვრებაში და ეს არის ორი სფერო რა. ხო. ნუ მოკლედ ძალიან ცუდი მდგომარეობა ახალგაზრდებს არ აქვთ კიდევ კარგი დიდება უფალს, არ აქვთ ეს მონური ისა რა და საკმაოდ თავდაჯერებულები, საკმაოდ ისეთი აი სიამოვნებს ესეთი ახალგაზრდები უყავს და იციან თავიანთი თავის ფასიც, დროის ფასიც. ნუ რა თქმა უნდა იქაც იქნება 1-2, მაგრამ ზოგადად ანუ რაც უფრო მეტია იმას ვლაპარაკობ, ანუ ხო და ასე რომ ძალიან მიხარია ესეთი ახალგაზრდები რომ ყავს და
არ არიან ესეთი დაკომპლექსებულები, როგორც ჩემი თაობა იყო დაკომპლექსებული. აი გეფიცებით რაღაცა ბოლო წლებია გადავახარისხე ბევრი რაღაცეები აზროვნებაში და აღმოვაჩინე, რომ ძალიან უქმად დამიფლანგია ბევრი შესაძლებლობები, დროც, ანუ აი ამ ზუსტად აი ამ კომპლექსების გამო და ეს კომპლექსები ახლა ალბათ ვიღაცას აწყობდა, რომ ესე უნდა იყავით, თვითონ კი არიან კარგად თავდაჯერებულები. ხო და კონკურენცია, ხო იცით, რომ ყოველთვის ეს ჩვენ ხალხს არ უყვარს ერთმანეთის გატანა და აქეთ შურობენ და ჩასაფრებულები. ხო, მართლა ისიც უნდა თქვა, რომ ვინც, მაგას ცოტა წყევლასავით გამო, ვინც არაკეთილმოსურნე შემოვა, აი რამდენჯერაც შემოვა ჩემ არხზე და ჩემ ვიდეოს უყურებს, იმდენი მოკლედ არ დავაბოლოვებ რა. და ღმერთმა იცის, რასაც ფიქრობ, რასაც ვამბობ ახლა. ხო და ასე რომ, რა ვიცი, თუ ოდნავ მაინც ტვინი უჭრით, მგონი აღარ შემოვლენ. ადამიანი არ მოგწონდეს, კრიტიკულად იყო იმ ადამიანის მიმართ განწყობილი და იმის არხს უყურებდე, მაზოხისტი ვარ თუ შიზოფრენი, აი რატო უნდა ვუყურო ადამიანს, რომელიც მაღიზიანებს და არ მომწონს. ახლა თუ ადამიანს მე ვაღიზიანებ, რაღაცო შემოდის, აი რაღაც სასწაულისა, მე მგონი ალბათ უფრო მაზოხისტია, რა ვიცი, მოსწონს ის გაბრაზება, გააფთრება და მე ალბათ ეს შხამი შიგნით რაც ის წამლავს და შხამავს და თავისას რომ ვერ გაიტანს. ახლა ესე არა. მოკლედ მეგობრებო, ახლა ვფიქრობ იმშია, ყავის დალევა არ შეიძლება, ყავას ვერ ვსვამ, კი მითხარ ექიმმა შეგიძლიაო ესეთი მსუბუქი ყავა გაიკეთო, მაგრამ მსუბუქი ყავის დალევა საერთოდ არ დალევა, ჯობია, რატო უნდა იმას ქნა, შაქარი არ შეიძლება, ну ალკოჰოლი ჩემგან შორს არის, ასე რომ მაგას იმიტომ არ ვამბობ, რომ ალკოჰოლი ჩემთვის ხაფარია. მაგრამ ქალების უმრავლესობა მე ვიცი, ბევრი წრუპავს და სვავს, კარგად სვავს, ხო და არ ვიცი მე ცუდი ცხოვრებისგან, კარგი ცხოვრებისგან, მოკლედ არ მომწონს. ქალი ზოგადად არ უნდა სვავდეს, რა მე ესე მიმაჩნია. მე რომ ახალგაზრდობაში დამილევია და რაღაცა სულ ქონდა რაღაცნაირი ცუდი გრძნობა, რომ აი არ არის ლამაზი და მოკლედ ხო და ესე ის კი არა კაცებიც არ უნდა სვავდნენ ზედმეტს, ანუ ზომიერად ყველაფერი კაია, მაგრამ ქალებს საერთოდ არც უხდება და ჩემი აზრით ეს კანსაც აბერებს სასმელი და სმა ზოგადად ესეც, მაგრამ სასმელი განსაკუთრებით. ამას მე რო თავი დავანებო, თქვენ წარმოგიდგენთ, საერთოდ შეიძლება ვერ მიცნოთ. იმიტომ რომ ესეც მოქმედებს თავისთავად. სახის კანიც გამიკრიალდება, ну მოკლედ. გავახალგაზრდავდები 10-20 წლით. სიგარეტს რო დავანებო თავი. აი, ამ მოტივაციით უნდა დავანებო. კიდე წინ კბილების გაკეთება მაქვს, მეგობრებო, აი რამდენი წელია ვამბობ და ვერ დავადგი საშველი, რომ მოვაწესრიგო ჩემი ფორმაც შემეცვლება სახის, იმიტომ რომ ხა როცა გაკლია კვილი, სხვანაირი ფორმა გაქვს სახის, ეგრეა. ასე მეგობრებო, დღეს ძალიან დავიღალე, ძალიან ბევრი ხალხი იყო, ну ჩემთვის ახლა ხალხი შეიძლება იყო, მოკლედ ჭურჭელი იყო ძალიან ბევრი. მართალია სარწყი, ჭურჭლის სარწყი მანქანა არის, მაგრამ მაინც სჭირდება სანამ იქ ჩაავაგებ, უნდა გაავლო, მოკლედ გაამზადო და მოდის და არ მთავრდება, ну ეს
ესე იგი წამოსვლამდე 3 საათი არის, აი არ ვიცი, ვერ აგიწევთ. თან ახალი გახსნილია. არა, გემრიელი სამზარეულოა ძალიან. ფასებია, მაგალითად შეიძლება ღირდეს 600 ლარი. საკმაოდ მაღალი ფასებია. ხო, არ არის ესეთი რესტორანი, არის საკმაოდ სოლიდური ძვირიანი რესტორანი. ხო და მოკლედ ასე მეგობრებო, აი ესეთ გაწევაში ხვალდაზე გვისვენებ. ხვალ მე და სუსო მივდივართ 10 რამ იწევს ხვალ რა რიცხვია 14-ში. უი, ხო მართლა აღმოვაჩინე რა აღმოვაჩინე. მოკლედ ჩემი პატარა დაიკო, ალბათ გეცოდინებათ, ვიდეოებს იღება YouTube-ზე, ნინოს უნდოდა წარბის ზეთი. და დედაჩემს უთხრა თუ რაღაცა ალბათ თქვა, მე ესწავლე თქვა და დედაჩემ გადაწყვიტა რომ გაეკეთებინა ალბათ საჩუქარი თუ რაღაცა ესე რა. დედაჩემმა მე მითხრა რომ აბა მოძებნეო სადღაცას ახლა იქნება რა რომელიმე იმაზე რომ საერთოდ და ოზონი როა ეს ანუ ამაზონი კი არა ოზონი. მოკლედ აღმოჩნდა იქ, ანუ სხვაგან არსად არისო რა, სადაც მოვწებთ არისო. ნუ ისეთი რა, რომელიც ჩვენთვის უფრო მოსახერხებელია რა, გამოწერის თვალსაზრისით და გამოვიწერე. მეგობრებო, ანუ დედამ ჩამერიცხა ის თანხა რაც ღირდა ის ზეთი, წარბის ზეთი. რა ერქვა სოსო იმ ზეთს? წარბის ზეთს რა ერქვა? ჰა? უსმი თუ უსმა? ნო, უსმა ზეთიო თუ რაღაცა მოკლედ. ხო. და 12 ლარი და რაღაცა უწევდა რა ერთ იმას ქილას რა. ხო და მეგობრებო, იცით რა სწრაფად ჩამოვიდა? ერთი კვირა მე მგონი, არც კი თუ რაღაცა ერთ კვირაში. ერთ კვირაში ჩამოვიდა უპრობლემოდ, უბრალოდ დედამ ის მისამართი ანუ რომელიმას მიუთითებ იმაზე რეგისტრაციის დროს ანუ ტერიტორიას მიმღები პუნქტი თუ როგორც გამწევი უბრალოდ თუმცა შენ მიდიხარ რომ აიღო რა გამოიტანო შენი ამანათი. ხო და აქვე ახლოს დადიანის ეს ქარვასლასთან როა მოკლედ მან მივუთითე, იმიტომ რომ ყველაზე ახლო ეს იყო და მოკლედ ცოტა აირდაირია დედაჩემი ვერ მიაგნო თავიდან და მე უი თურმე აქ ყოფილაო აი წვირწინო და მე ნუ რო იპოვა. საერთოდ მგონი კარფუშიც კი შევიდა. ხო და აიღო ჩვეულებრივად. ხო, მეც ავდექი და რაღაცები გამოვიწერე. ხელფასი რო ავიღე, რაღაცები გამოვიწერე. ბევრი ესეთი არაფერი, ანუ იაფიანი რა, არის იქ იც გაგიკვირდებათ და ესე იგი მაგალითად ჩვენთან რომ ჯინსის შარვალს იყიდი, კარგად დაგიждდება რა თანხა. ნუ გამოწერით თემოდან ცოტათი ნაკლები და აქ ოზონზე არ ვიცი, ფასდაკლებით იყო 18 ლარად მეგობრებო. მეთქი ნახოთ, აი ჩამოვა და გაჩვენებთ, არ ვიცი რანაირი იქნება, როგორი იქნება. ვიზუალურად ახლა რო შევხედე სურათს, მომეწონა და მეთქი ხო თან მე როგორი სტილიც მომწონს რა, ოდნავ ფართეს, ქვემოთ აი ზუსტად ესეთია და ზემოთ ჩვეულებრივად რა ზის სტანზე. აი გასულ წლებში რო იყო მოდაში, მაგ მოდელზე ლაპარაკობ და ნახოთ კიდე რაღაცა აბადო კი გამოვიწერე და დღეს ვათვალიერებდი და მიქსერიც მივაყოლე ზეთ. მიქსერი აღირდა ძვირი, გაგიკვირდებათ და 27 ლარი. ნახოთ რა იქნება, როგორი იქნება. მოკლედ შევხედავთ, ხო იცით ეს
ожидание და реальность, ანუ მოლოდინი და რეალობა. ხო და ასე მოკლედ მომეწონა თვითონ საიტი, არჩევანი, ხა მაგალითად თემუს უფრო ესეთი პაჭი-პუჭი რაღაცა პატარა აზრები და ესეთი უფრო თითქოს დიდი არჩევანია, მაგრამ აქ მაგალითად ფეხსაცმელები საკმაოდ კაი ფასები არის 200-300, მოკლედ, მაგრამ ხარისხიანი და ბრენდებია რა, მოკლედ უმეტესწილად, მეტწილად. ხო. მოკლედ ესეთი ამბები, მეგობრებო, ახლა დაგემშვიდობებით ყველამდე. ხო და ხვალ წავიდეთ ერთად კლინიკაში კაცრაზე. გაფი რა იყო? კარგი, დაბადროებით გავკოცეთ.